ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამ დღეებში გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით საგანგებო რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ ცალკეულ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც გუშინ როგორც შევიტყვეთ, თქვენ ვარჯიში საშუალებაც კი არ მოგეცათ იქ, სადაც მიჩვეული ხართ, ნიკა. დავიწყოთ იმიდან, რამდენად ადეკვატურია ის საგანგებო რეჟიმის ის რეგულაციები, რომელიც სახეზე არის, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად პარლამენტში მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, გააზრებულად დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობამ, სხვა ოპოზიციურ პარტიებმაც მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას და ღონისძიებების გამკაცრებას თავის დროზე, თუმცა ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა თანმიმდევრული სრულყოფილი ეკონომიკურ-სოციალური პაკეტი, მხარდასაჭერი ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისა, ხო? ანუ სოციალური ინტერვენცია თუ აი ამდენი ხნის განმავლობაში არ განხორციელდებოდა, რომ რაღაც რაიმე სახით შეხიდებოდა მილიარდერის ხელისუფლება 10,000-ობით ულუკმაპუროდ არ მოვერიდები ამ სიტყვას და ამ ფრაზის თქმას საქართველოს მოქალაქეს, ну, სადღაც ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი და კიდევ უფრო ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღემდე ამაზე არც კი საუბრობენ. არც კი საუბრობენ აქტიურად და შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი რაც კი კეთდება განსაკუთრებით უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ხელისუფლების წიაღში ხდება ძალიან ზედაპირულად. მაინც რაღაც განცხადება მაინც გაკეთდა ნიკა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს სოციალური დახმარებისა და ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელსაც ყველა ველით და იმ ცნობილი, ასე ვთქვათ, ვის არ იყოს, რა ქვია, პირბადის არ იყოს, იმის დასკვნავაც ვერ ვნახეთ ჯერჯერობით, არათუ მთავრობის ეკონომიკური პაკეტის შინაარსს არ ვიცნობ დეტალურად, რომ ამაზე შინაარსიანად ვისაუბროთ, მაგრამ 2 მილიარდი იყო ნახსენები ამ პირველ ეტაპზე. თქვენ მაინც საპარლამენტო ფრაქცია გყავთ პარლამენტში, სამწუხაროდ თქვენ აღარ ახართ პარლამენტის წევრი, მაგრამ თუ მიგიწვდებათ ხელი რაიმე ტიპის დოკუმენტებზე, სადაც არის დეტალურად გაწერილი თუნდაც საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი. მეტიც აი ამის თქვა მინდოდა დიახაც ზუსტად გიორგი რომ ყველაფერი თითქოს რაც კი კეთდება არის ძალიან ზედაპირული და მით უმეტეს რაც კი ასე თქვა ითქმევა ხელისუფლების მხრიდან ის საერთოდ ხომ ზედაპირულია და ზედაპირულია. ანუ ის რაღაცა ელემენტარული 200 კილოვატ-საათზე რო იყო საუბარი და ესეც გაუგებარია, ხა 201 კილოვატ-საათს თუ დაწვამს ოჯახი ის არ არის ასე თქვა გაჭირვებული ოჯახი. ესეც უბრალოდ აი მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკის დონეზე არის. არანაირი შესაბამის კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა, უბრალოდ აი ითქვა და მორჩა გათავდა. ან ის რა კმა რა? ამიტომ გონია რომ ყველაფერი არის როგორ გითხრათ, აი იმდენად მოუმზადებელი, რომ თითქოს აი ფესვებ დაგლეჯილია ყველაფერი და ხელისუფლების წიაღში. მხოლოდ ბრიფინგების გამართვა არ არის საქმის კეთება და არ არის ხელისუფლების საქმე. ხელისუფლებაში ყოფნა არის ურთულესი პასუხისგებლობა და არ არის მხოლოდ უფლება რაიმესი. არის უდიდესი მოვალეობა, ვალდებულება რომ აკეთო მოსახლეობის საკეთილდღეოდ რაც შეიძლება ოპერატიულად ამავე დროს, როდესაც კრიზისი მძვინვარებს და რაც უფრო დღეები გადის, ვხედავთ რომ ეს კრიზისი ჩემის აზრით უფრო და უფრო ღრმავდება, ისევ გავიმეორებ ხელისუფლების რიგებში. ეს შთაბეჭდილება რჩება, მე ეს ემოცია მაქვს. 800,000 თვითდასაქმებული ადამიანი, რომელიც დღეს სახლში არის გამოკეტილი, მათ წუთისოფელი ეწურებათ, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, ხო? და ლუკმაპურის გარეშე არიან დარჩენილები და აგრარული ბაზრები რო დაიკეტა, მხოლოდ იქ იცით, ჩემზე კარგად დაახლოებით 50,000 ადამიანი დარჩა ულუკმაპუროდ, ხო? ანუ ის ბებია, ვინც საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს ყიდიდა აგრარულ ბაზარში და საკუთარი ხელით დამზადებულ შედედებულ მაწონს ყიდდა ბაზარში და ხშირ შემთხვევაში აგრარული ბაზრის შესასვლელში ჭიშკართან და ამას ვეღარ აკეთებს და ვეღარ ყიდის შესაბამისად სახლში ვერ მიაქვს ელემენტარული რომ შეჭამოს
საკვები და პროდუქტი ამ ადამიანებს მილიარდელის ხელისუფლება რას ეუბნება უკვე თითქმის თვეზე მეტია. ეუბნება რომ დარჩით სახში ბატონო. ეუბნება რომ დარჩით სახში. აი თქვენ ალბათ ადევნებდით თვალს Edison Research-ის კვლევას ფორმულოს ეთერში რამდენიმე წუთის წინ, სადაც მოსახლეობას კითხეს რამდენია ის პროცენტი, რომელსაც თავისი ოჯახის ფინანსური რესურსი რამდენხანს ეყოფათ ამ მდგომარეობაში. 45% ამბობს რომ ერთ თვეს ძლივ შეძლებენ თავის გატანას და კიდევ 40% ამბობს რომ მაქსიმუმ შეიძლება 2 ან 3 თვე. ანუ მთლიანობაში 85% ჩვენი მოსახლეობის მთლიანობაში არის იმ მდგომარეობაში, რომ 3 თვე არის მაქსიმუმი, რაც ამ ვითარებაში ფინანსურად შეუძლიათ საკუთარი საკვების და პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის თანხები ეყოთ. რა თქმა უნდა, ეს იცის ხელისუფლებამ და ჩვენც ნამდვილად ენას ბოდიში კვილი დავაჭირეთ და მდუმარებაში გავატარეთ თითქმის 1 თვე. მაგრამ მას შემდეგ რაც განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რა კარგია, მონოპოლია მაქვს პოლიტიკის კეთებაზე, ამ მონოპოლიაში რა კარგად გზნობ თავს, რასაც მინდა ვაკეთებ. ჩემ პარტიულ საქმიანობას განვაგრძობ და ოპოზიცია არ მაკრიტიკებს და ძალიან დიდი კომფორტი ყოფილა მათთვის. საარჩევნო კლიპების გადაღება დაიწყეს პარტიული, ზუგდიდში მათ რაც იკადრეს გიორგი, ზუგდიდში განსაკუთრებით 2 კლიპი გავწოდეთ, მაგრამ განსაკუთრებით ზუგდიდის საარჩევნო კლიპი არის აი ენით აღუწერელი, ასე თქვა კადნიერება, მაშინ როდესაც ნახევარზე მეტია მთელი ქვეყანა სახში არის გამოკეტილი, ზუგდიდიც და ზუგდიდელებიც მათ შორის, ხო? მთელი გუბერნატორი, ზუგდიდისპერი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები ამ კლიპში მონაწილეობენ და ვითომ ქუჩებს რეცხავენ. და მეორე დღეს მივხვდნენ, როდესაც აღშფოთება სამართლიანი მოყვა საზოგადოების მხრიდან და წაშალეს ეს სოციალურ ქსელიდან ეს კლიპი. და ეხა კრიტიკა არის ეს და გაგრძელდება და გაღრმავდება, იმიტომ რომ ეს კრიტიკა ხელისუფლებამ აღიქვა, რომ მე რაც შემილია ვაკეთებ, რაც არ შემიძლია ვერ ვაკეთებ და თავი დამანებად უმაკრიტიკებ, ნუ ესეთი რაღაცა აღარ მოხდება. ხალხი წვითა და დაგვით მართლა რაღაცა მონაპოვარს კარგავს იმ რაღაც 10 ლარიან შემოსავალს ყოველდღიურად, რაც კი მათ ჰქონდათ, აღარ აქვთ, ხო? და ხედავთ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია უკვე და რამდენი ხანია უკვე, ხო, 20 დღეა, თითქმის ხო, 20 დღე არის გამოცხადებული, იმასაც ვაკვირდებით ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომ ვიღაცისთვის არის საგანგებო მდგომარეობა და ვიღაცისთვის არ არის. ვიღაცა ჯარიმდება 13,000 ლარით და ვიღაცა არ ჯარიმდება 13,000 ლარით, ვიღაცა ჯარიმდება 15,000 ლარით, სამართლიანად, ვინაიდან აკრძალვას არ ექვემდებარება, არ ემორჩილება, მაგრამ ვიღაცა არ ჯარიმდება 15,000 ლარით. ჩვენ დავინახეთ და მე პირადადაც სოციალურ ქსელში ავტორთა ეს ფოტო მასალა და ენძემკოიანი დეპუტატი ცნობილი ახალქალაქის მისი გუნდის წევრები, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე ოცნების შეიკრიბნენ ძმამეგობრები და წვაც წვამდნენ მაყალთან და სიამაყით ატვირთეს ეს ფოტოები დაახლოებით 5 დღის წინ და 2 საათში წაშალა. იმდენი ჭკუაც კი არ იყო, რომ არაიტყვით იმდენად გაკადნიერებულები არიან, წარმოიდგინეთ, მაგრამ ვინმე დასაჯა, ვინმე უბრალოდ კანონის წინაშე დააჯარიმა ეს ადამიანები? არა, არავითარ შემთხვევაში არ დაჯარიმებულან ისინი. ეხა ყველაზე ეკონომიკურად მოწყვლადი ნაწილი საზოგადოებისა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ძალიან ბევრს წარმოგვიდგენია. მაგრამ რაღაცა ნაწილი საზოგადოების არ ემორჩილება ამ საგანგებო მდგომარეობას და ამაზე ხმას არ იიღებს ხელისუფლება. დღეს ჩვენ ვიხილეთ, ხომ, უამრავი ფოტო სურათი, სადაც ჩანს როგორ არის შეკრებილი თბილისის სხვადასხვა ადგილებში უამრავი ადამიანი. საბაბს და მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს? ხო იყვნენ შეკრებილნი, ხომ იყვნენ შეკრებილნი, ხო? კი ბატონო. ანუ თქვენ თავ პრობლემას მაინც ხედავთ არაიმდენად რეგულაციებში, რამდენადაც არათანასწორ დამოკიდებულებაში და კანონის მიმართ ყველას. რა თქმა უნდა, იცით რა, როდესაც გიორგი მოდის უკვე ის დრო, როდესაც პარლამენტს მოუწევს განხილვა, ხელახლა საგანგებო მდგომარეობის ბედის, უნდა გააგრძელოს თუ არ გააგრძელოს. თქვენ როგორ ყალიბდებით თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია? ფაქტია, რომ ქვეყანაში მართლაც არის საგანგებო ვითარება იმ მხრივ, რომ სოფლიოში ასეთი სიტუაცია, ჩვენ ვებრძვით პანდემიას,
ჯერჯერობით ამას მაინც უნდა ვთქვათ საბედნიეროდ რომ ვუმკლავდებით იმ მხრივ რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არის ეს ფოკუსი არ უნდა გამოგრჩეს და მით უმეტეს ამ საუბარშიც ეს არ არის მეორე ხარისხოვანი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის სოციალური დისტანცირების თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის სანამ რაიმე ქმედითი მკურნალობის მექანიზმები იარსებებს აი ამ თავარი ამოცანის პარალელურად მეორე ხარისხოვანი რო არ არის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სწორედ ამაზე ვსაუბრობ თელი ეს გადაცემა როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური პარტიის წინადადებები რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ ეს მეორე ფოკუსიც არ გამოგრჩეს და თან ის პირველი არ გაგვეპაროს არა თუ მეორე კაცმა არის ჯერ ეს მეორეა თუ პირველია უკვე ხა თქვენ მოიყვანეთ ედისონის კვლევის შედეგები რაც ძალიან სარწმუნოა ასევე არსებობს სხვა ორგანიზაციების კვლევით ორგანიზაციების ჩატარებული კვლევას ევროპის სახელმწიფოებში იტალიაში მაგალითად ერთი კვირის წინ ჩატარდა კვლევა სადაც თუ არ ვცდები ახლა დღეს მდგომარეობით 12 თუ 13000 ადამიანია გარდაცვლილი და იქ უკვე ეკონომიკური პრობლემა როგორც შიში არის წინაპლანზე წამოწეული იტალიაში იტალიელებს შორის ვიდრე ვირუსისგან გამოწვეული საფრთხე და შიში ანუ სიკვდილის შიშმა უკანა პლანზე გადაიწია უშუალოდ კორონავირუსისგან ასე ვთქვათ გამოწვეულმა და წინაპლანზე წამოიწია ეკონომიკურმა სიდუხჭირებ და ქვეყანაში ჩვენთან სადაც მართლა სოციალურად დაწიხლული ხალხი ცხოვრობს ხელისუფლებას არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს ოპოზიციამ რაც არ უნდა ვისაუბროთ და ძალიან ბევრი ვისაუბრია ჩვენ ამაზე და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მაგრამ მომაბეზრებელიც არის იცით იმიტომ რომ ჩვენ უნდა კი არ ვეჯიბრებოდეთ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ვის უფრო რაღაცა კამკამა ხმა აქვს და ვინ უფრო კარგ რაღაცა ლაჟვარდოვან გეგმას წარადგენს არამედ პირველ ყველა მიცის რომ ჩვენ ეს არ გვძალოს არ ვართ მართვის ბერკეტების სადავეებთან ჩვენ ყველა პირველ რიგში უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად დადოს ეს ეკონომიკური პაკეტი და მე მიმაჩნია რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საგანგებო მდგომარეობისთვის და მისთვის გასაგები ანუ თქვენი მთავარი პირობა არის კონკრეტული გეგმა როგორც ეკონომიკური სტიმულირების ასევე სოციალური მხარდაჭერის განსაკუთრებით ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსახლეობის ნაწილის მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მზად თქვენი დეპუტაცია მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობას უნდა დაგემშვიდობოთ ნიკა თუ რამის მაგნებავთ და ძალიან და ბოლოში ვიტყვი ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ და ჩემისადმი სამართლიანად თუმცა ჩემ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ოპოზიციის რიგებშიც ხმას არ ვიმაღლებთ იმ ორმაგ სტანდარტზე რომელსაც ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან ხო აი მათ შორის ის რაც დღეს მოხდა ხო ვერიდებით, ვეპრანჭებით რაღაცა კატეგორია ამომრჩევოს და არ ვამბობთ, რომ არ შეიძლება რელიგიური ასე ვთქვათ თავყილობები, მაშინ როდესაც ძალიან ცუდი მაგალითები არსებობს მსოფლიოში. ვერიდებით ამას და ჩვენ თუ ოპოზიციაში ამაზე საუბარს ვერიდებით, რომ ეს არის დაუშვებელი და მომაკვდინებელი და შეიძლება ერთ კვირაში ამ ვირუსმა ფართო გავრცელება ჰპოვოს, ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ამის თქმას გავბედავდით, მაშინ ხო მით უმეტეს ვერ გავბედავდით. როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა პურის რიგში და დავასრულებ პურის რიგში მამაშვილი იდგა ერთ ქალაქში და სათანადო დისტანცია ვერ დაიცვა მამამ შვილისგან და 3000 ლარად დააჯარიმეს და ხედავთ ჩვენ ასობით თბილისს გამოსულს დღეს ნიშნულობა არ აქვს რა მიზეზით და კაცი შვილი ხმას არ სცემს მათ და არც პოლიტიკოსები ვსაუბრობთ, მათ შორისაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არ ვსაუბრობთ ამაზე. როდესაც ჩვენ არ ვსაუბრობთ, ნუ მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მაინდა-მაინც შენ უნდა ისაუბრო, დიახაც, პირველ რიგში მოდი ყველამ გავბედოთ და თქვათ სიმართლე და ამის შემდეგ მოუწოდოთ ხელისუფლებას. მე მაქვს დიახაც, შეიძლება არ პოლიტიკურად მომგებიანი არ არის, ჩემთვის რასაც მე ხავ ვსაუბრობ, მაგრამ ამორჩეველი გაიზარდა ამ ქვეყანაში. და პოპულიზმს ბევრი აღარ იყიდის და მე როგორც პირველ რიგში რიგით ამორჩეველს დიახაც მაქვს უფლება ვიცოდე რას ფიქრობს ოპოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელზეც ხმას არ იღებს ქართული ოცნება და არიან დამალულები დღეს განმავლობაში არის თუ არა საპატრიარქოს და ხელისუფლებას შორის პრობლემა გადაუჭრელი რა თქმა უნდა არის და ამაზე რაც უფრო მეტნი ვისაუბრებთ
უფრო დავიცავთ ჩვენ შვილებს და ჩვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს.